მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ახართ? სიონიდან მოგესალმებით. მე და ვიზა ჩემი ისო სიონში ვართ. ოღონდ სხვა ადგილას, დამბის მარჯვენა მხარეს, რომელსაც ეძახიან მინდორს. მინდორში ვართ მეგობრებო, გუშინ ღამე ჩამოვედით. ღამეც იყო რაღაც აქტიურობა შეინიშნებოდა, მაგრამ ჩვენ კონკრეტულად ათეულზავდით და უბრალოდ გვერდო ჯოქები და უტყავდა. ეხა ყავს დავლევთ ვიზა ჩემი და დავიწყებთ თევზაობას. მე ჩაი უნდა დავდიო. ეხა დავიწყებთ უკვე. გაჩვენეთ ყველაფერს, პლატფორმა შევიტანა უკვე, შემოკარგებო. ეხა ყავს დავლევთ და უკვე მოზილვა, კვება, რა თევზი გვექნება დღეს კონკრეტულად შერჩეული მიზანი ჩვენი. ყველაფერს უკვე ადგილზე გეტყვით რა. დავადროებით. მე და ვიზა ჩემი. მოგესალმებით. გავაკეთეთ დასაკვებს. მიზანი ესეთი იქნება რა. კარჩხანა, ხრამული და შამაია. თავიდან ეხა მე აქცენტს გავაკეთებ რა თქმა უნდა ხრამულზე და კარჩხანაზე და თუ სიტყვაზე რაღაცა, ანუ ერთ წელს ყვებავთ. სიტყვაზე ყვებავ შამაიაზე, ხო? და არ წამოვიდა შამაია. იმას აღნიშნავს, რომ ადგილი შეიცვალოთ, ან დისტანცია შეცვალოთ. არა, მეგობრებო, ის შამაიას ასაც უყვებავდით, ხოფსკერი დაიყვება სინამდვილეში და იქ შეიძლება ხრამული და კარჩხანა გელოდებოდეთ. ანუ დისტანციას არ ცვლით. უბრალოდ მაღლა აღარ ელოდებით და ფსკერზე ჩაყავთ თქვენი საკვებურა. ანუ სინამდვილეში თქვენ 3 წელწის ყვებავთ. ზედაპირს, შუაშრეს და ფსკერს. და მინახია რა, შეცვლიან ხოლმე შამაია არ წამოვიდა და შეცვლიან ხოლმე დისტანციას, არა. ქვემოთ ნახეთ, ქვემოთ შეამოწმეთ, იქნებ ხრამული გეხვეწება, ჩამოვაგდეთ სატყუარაო კაცო. ქვემოთ ნახეთ ხოლმე ფსკერი აუცილებლად რა. მოკლედ. ჩემი დასაკვები სანამ დამუშავების პროცესია, ეხლა გამოვიყენებ ახალ ვერსიას, პლუსი ესეთი კარჩხანის ვერსია, ესეთი. ეხლა ბაზარზე ხა შემოვიდა. ვიზა ჩემი, რომელს გამოვიყენებ? მე ჯერ ვუყურებ გიორგის რას იზავს, მე გადავიღე ვიდეოებს, შევისწავლი და ნელ-ნელა დავხვეწავ, ესე ხან მარცხნივ, მარჯვნივ გავხედავ ცერითვალი და რასაც გააკეთებს, მეც იმას გავაკეთებ დაახლოებით. მე დავიწყებ აბსოლუტი რა შენ? კი. და კი. როცა გატესტვის ვარიანტში დავთ დასაკვები, არანაირი კოპტონი, არანაირი მანიქაშა, არანაირი ფშენო, არანაირი სხვადასხვა დანამატებით შემოკარგებო, ვეღარ გაიგებთ. ეხლა დასაკვები მუშაობდა, თუ თქვენმა დამატებით საფანელმა და კოპტონმა ამუშავა. როცა ტესტავთ დასაკვებს, გატესტეთ როგორც იყიდება. არაფერი არ გაუგრიოთ. ხო. დამუშავების პრინციპებსაც შეეხებათ რა, ეხლა გონიათ ხარს ბევრს არა, მაგრამ შემიძლია რომ ესე წყალს დაასხავენ, всё, წავიდა თევზობა. არ არის მეგობრებო, სინამდვილეში სწორი დამუშავება 3 და 4 გადაზილვას მოითხოვს დასაკვების, როცა გინდათ რომ მიიყვანოთ მუშაობის სამუშაო პროცესში. ანუ მუშა დასაკვები რომ გამოვიდეს, რამოდენიმე გადაზილვა სჭირდება. კი, უმუშაობია და მუშაობს კიდევაც, მაგრამ მე იმას გავიძახი, რომ არ მუშაობს და არ იმუშავებს. მე წესებს გაცნობთ, როგორ არის სწორი. ამ დასაკვებს უნდა გამოჩნდეს, მე ისევ წყალი დაემატოს, მე ისევ და აი ეს დიდი ბევრი პროცესი მოითხოვს რა, რომ იცოდეთ სინამდვილეში. თორე ეხლა მოვზილე და გადავედი სისწრაფეში, ეგ არ არის დანაშაული, მაგრამ თევზაობის მეთოდები, იმიტომ არის ჩემი არხი, რომ ახალი სწორი გაგაცნოთ შემოკარგებო და გიხმაროთ თქვენ თევზაობაში. აბა, წავედი ხა. მე იმაზე ვზება, ისეთი გემრიელია. წყალს რო შეურევ, გაზი მაქვს და ხო არ გამოვაცხვა. შეიძლება. ისეთ რაღაცა. ჩვენ თვითონაც ხო არ მოვსინჯოთ. ეს გემოვნება. ოხო. წავედით. იდეებს მოვპარავთ.
მოკლედ ეხლა ჩვენ უკვე ჯდებით და უნდა ვითევზაოთ. მონტაჟი მექნება გარნერის მონტაჟი, მეგობრებო. სამოყვარულში დაშვებულია. არის სინამდვილეში მდინარის მონტაჟი, ამაზე ვიდეო მიწევს ცალკე და შეგიძლიათ ნახოთ როგორ ვაწყობ. ეხლა იმიტომ რომ შედარებით დაბალი წყალი აქვს და პირველი ეცემა საკვებურა მეგობრებო და მე ესე ნეირ-ნეირად ჩადის მე ჩვენი ნემსკავი რა. ქარი როცა მოვარდება, იდეალური წყობაა და ამ დროსაც იდეალური წყობაა. ესეთი 50 სანტიმეტრიანი სადავე მაქვს 65-იანი 60-იანი დაახლოებით, რომელიც სამივე ცევს იდეალურად ამაჭერინებს თუ წელწადში შემოვიყვანე რა. ეხლა წავიდეთ, ნახოთ რა ხდება, როგორ ხდება. აგე იქ თუ ხედავთ ვიღაცის ჩაწყვეტილი ვაკასტანკა არის. ხედავთ? იმედია მალე გავა და დაბყოლებას არ უმცემს. ჯოხი არის შემოკარგებო Sherman Pro 70 გრამამდე, კოჭაც Sherman Pro არის 4000-იანი და ფლაგმანის ძუა. 10 ნომრები, იმიტომ რომ მოგხსენებათ ფლეტის ტურნირებსაც გამოდიოდი ხოლმე, 12-10 ნომრები მაქვს წუნლები და სულ ახალი წუნლები მქონდა და არ მოხსენი რა. თორე მე ვიყენებ ხოლმე შემოკარგებო 8 ნომერ წუნს ვიყენებ ხოლმე ყოველთვის. არჩხანაზე, შამაიაზე და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ დავკვებავთ შემოგარგებო და თავით ევზავებთ რა. იმიტომ რომ ბევრ ვიდეოში მაქვს სტანდარტულად როგორ იკვება ჯერ, მე როგორ ნესკავი როგორ კეთდება, ყველაფერი სტანდარტულად ყველაფერი ახსნილი მაქვს და პირდაპირ დავიწყებ ევზავებას, რომ დრო აღარ არის შემოგარგებო. იმიტომ რომ 8 საათია და ვიჩქაროთ რომ დილის აქტიურობას შევავოწყოთ. რაღაცა კაი დავაჯინეთ მგონი იელზია. კაი ჭიდაობს მეგობრებო. საშუალო მეორე გადაგდებას. არის კიდე ხო? გიაზია ნახე რა დავიჭირე გიაზია. კაი ხრამული მეგობრებო, ხა ხრამულიუს. მაგარი ხრამული დავიჭირეთ მეორე გადაგდებაზე თეთრ მატრზე. აი ეს ვანკასტანკას რაც აწვალებდა ჩანს. აწოდა მეგობრებო, დაუმიზნე და გამოვიტანე და აგე შამაი აწვალებთ. სნაიპერმა გაატყა. მეგობრებო, აღარ ჩერდებია ხრამული მიდგას წეტიში მაგრად. რა კარგია, ბიჭო. ნახე გიაზია, ნახე. გაზრა, ეგორაფერი. მოკლედ მეგობრებო, ასე თუ ისე აქტიურობა არის, რა თქმა უნდა, შექონდა შერეული თევზი მიზნად და ის მიზანი შევასრულოთ, რა თქმა უნდა. ყავს შამაია, ყავს ხრამული, ყავს კარჩხანა. მუშაობს ფლეტიც და მუშაობს ფიდერიც, რა თქმა უნდა. როცა იყო პასიური ფლუოროკარბონი გამოვიყენე მეგობრებო, გამჭირვალე წყალში არ ჩანს და ფრთხილ თევზთან ფრთხილად ვითევზავე რა, ასე ვთქვათ. ამ დროს ესე ქენით ხოლმე წვრილი ნემსკავი, წვრილი სადავე, რო არ დავაფრთხოთ თევზი, რა თქმა უნდა. და ასე თუ ისე შედეგიანად დაამთავრებთ. კიდევ გამეორდები რომ კი ბევრჯერ მიწევს ყველა ვიდეოში. მაგრამ მიდის ხალხი და რა გავაკეთო? მიდის ხალხი. ერთი გადაგდება, ორი გადაგდება, სამი გადაგდება. არ არის თევზი. სახში მიდის ხალხი რა. არ ვიცი. ეგრე ვიფიქრო, მეც უკვე სახში ვიქნებოდი და მეძინებოდა. მაგრამ არა. ეს უფრო მაგარი მოგავიმდა, ეს თევზაობა, ეს ჩემთვის ეს არის თევზაობა რა. რომ ვეძიები, რომ ვუსრულებ, რომ ვეძებ, მუშაობს, მაგალითები ამოს, ეს არის ჩემთვის თევზაობა, მეტი კი არაფერი, მეგობრებო. თორე აქტიურ თევზთან ჩემი 9 წლის ბიჭიც ძალიან ბევრს იჭერს. მოკლედ როგორც წესი იყო ისე შევასრულეთ, ჯერ კიდე დრო გვაქვს საღამომდე, კიდე ჩარყმი თუ იქნება, რა თქმა უნდა, კიდე გაჩვენებთ. ეხლა ახალი სიახლე მაქვს თქვენთვის.
როგორც იქნა სპონსორი გამოგვიჩნდა მეგობრებო, თან ორი სპონსორი ყავს. მოდი პირველ სპონსორს გაგაცნობთ, ჩემოკარგებო და მინდა რომ ეხლა თან დაუძახებთ პიცა ჩემს. გიაძია. მოდი ორი წუთი ვიციო შენს გაგიხარდება ეს ინფორმაცია და ჩვენ გამომწერებსაც. ხოლმე შევეხიათ ჩვენი გამომწერი რა. რომელმაც შექმნა აპლიკაცია, მეგობრებო, სათევზაო აპლიკაცია შექმნა თევზაო G, ასე ქვია აპლიკაციას, სადაც მოიძიებთ. ხო, რას გთავაზობთ? აი გიაზია, ტბები, თვითონზე კიდევ ტბაზე წახვიდე რაჭას სადღაც რო. კი ბატონო. მოიძიო ტბები, რამდენარეებია იქ, რა ტბებია, საქართველოშია კომერციული ტბები მუშაობს, რა ტბები არსებობს. რამდენარეები არსებობს, სად შეიძლება თევზაობა და ასე შემდეგ. მეგობრებო, ძალიან ბევრი ინფორმაცია. ერთი ის გამიხარდა, რომ რობოტი არ ქმნის ამას, ესენი ამ ყველაფერს ქმნის ადამიანი, გამოსტილი მეთევზე და გამოსტილი პროგრამისტი და ასე შემდეგ. რა გიაძია რა. ანუ ეხლა მე როგორც გავიგე, ძალიან ბევრს უსმენ მე Facebook-ში ვკითხულობ, დაწერენ რომ უნდა სადღაც წავიდნენ. წერენ რომ აი ეს რა მიმართულე თბილისთან ახლო, რუსთავთან ახლო და ესეთ რაღაცებს წერენ და კითხულობენ. ზოგს საერთოდ არ იცემენ პასუხს. კი ბატონო. ანუ ეხლა ესე გამოდის რომ აღარ გვჭირდება არავის ესე დახმარება, ჩავწერთ პირდაპირ და იქ უკვე მიგვითითებს. თევზაო G ჩაწერთ შვენიერია. და ყველაფერს იქ მოიძიებთ. რანაირად, როგორ, რა მარშრუტ გამინდის, რა მანქანა მიდის, რა გზა როგორია, ტბა როგორია, დინარე რანაირია, დინარე გინდა დინარეს ჩაწერთ, ტბები გინდა ტბებს ჩაწერთ. ფასიანიც იქნება და ფასია და ასე შემდეგ. ეს პროგრამა რასაც ძალიან გამიხარდა, უფასოა მეგობრებო. შევძანდით, დაათვალიერეთ, ნახეთ. ძალიან მაგარი ბიჭია, იმიტომ რომ ესე ამ შექმნას ძალიან ის უნდა რა. ძალიან ბევრს დაეხმარება ეს ყველაფერი. გაუმარტივებს, ვინც არ იცის, სად რა მდებარეობს, ეხლა ამას წინათ მე თვითონ ეხლა აღმოვაჩინე, თურმე ყოფილა დაგუბება იქეთ. კი ბატონო. ხო და რომელიც არ ვიცოდი. თვითონ გაიხარდებოდა, იმიტომ რომ შენ ყველგან დავიხარ ხა და. კი ბატონო, მაგრამ მაინც გამომრჩენია მე. ხო და ეს უკვე თევზაო G არის აპლიკაცია მეგობრებო. სადაც შეგეძლიათ, რავი, მე პირადად მომეწონა რა. იქ კომერციული ტბები გინდათ, კომერციული ტბებს აი ოჯახთან ერთად გეგმავთ პიკნიკზე წასვლას, უცებ ჩაწერთ, რომ აღარ მოიძიოთ Google-ი და ასე და ასე შემდეგ, უცებ ჩაწერთ ამ პროგრამაში და ამოაგდებს, რუკასაც გაჩვენებთ თვითონ. ყველაფერს გაჩვენებს რა. მიმართულებას. კი. ძალიან კარგია. ძალიან მაგარია, წარმატებები, ძალიან მაგარი მოფიქრება. კი, ძალიან მაგარი მოფიქრება და თანამშრომლობისთვის მადლობა ამ ბიჭებს. გაიხარეთ, ჯიგრები ხართ. ხო, ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, რა თქმა უნდა რა. ხელი ხელსაბანს. წარმატებები ძალიან გამიხარდა და ძალიან კარგი ინფორმაცია მივიღეთ. კი. ასევე სხვაებიც მიიღებენ ამ ინფორმაციას რა. ეხლა ჩვენ გავაგზელებთ, გიაძია გაჩვენეთ რომ ნავით იყო შესული და შამაია გაპარსა მეგობრებო. კიდევ აპირებს, კიდევ შატალაზე ვიყავი. კიდე გავიდე შატალაზე. დავისჯები. ხო და შამაია დუხს მეგობრებო, მაგრამ შამაია არის აი ძალიან შორს გასული რა. სიღრმეშია გასული. თევზაო G ჩაწერეთ. გამოწერეთ. და ისარგებლეთ რა. ამაზე მაგარი რაღაცა რა უნდა შექმნას ადამიანმა, რა ვიცი. თუ მეთევზე ხარ და მონადირე ხარ და პიკნიკი გიყვარს და ბუნებაში გასვლა გიყვარს, რა ვიცი. ბევრი ისარგებლებს. ოჯახსო წავიყვან, მე პირადად გამოვიყენე. ბევრი ისარგებლებს. კი ბატონო და მადლობელიც იქნები. კი, ძალიან მაგარია. თან საქართველოში პირველად ხდება ეს. კი, პირველად ხდება და მომეწონა. წარმატებები ბიჭებო, წარმატებები ძალიან მაგარია. ეხლა ჩვენ გავაგზავნეთ მეგობრებო. დავიჭირეთ ხრამულია სავარაუდოდ მეგობრებო. სავარაუდოდ ხრამული ჩიკია, ჩვენი ხრამული. თეთრი მატლი ისევ. დისტანცია 1.25 მეტრა დაახლოებით რა. აუ ნახე, გიაძია რა ხრამული. ნახე. არ გვინდა. აი ხრამული შემოგარქება.
აქეთ ფლეტის ჯოხი მიგდია მეგობრებო, ამოწვევ სად არის მაღლა დაბლა, იქით ფიდერი და კაი კაჩხალები და კაი ხრაულები დავიჭირე. შემოკარგავ სანამ ტელეფონს ვტენდი რა. კი, იტყვით ახლა სულ პრობლემა აქვს ტელეფონს კი, მოიწურთება ტელეფონი, მე მიჯდება რა თქმა უნდა. და ახლა გავაგზავნებ ისევ თევზაობას. ამასობაში გიაძია შევიდა ნავით, ნავით არის. და იჭე კაი მაგარ შამაიას როგორც მითხრა. აი ვარდნაზე მეგობრებო, შამაიას ვიჭერ. თუ გამაზა შამაია, მე კარჩხანას ვიჭერ და ესე რა. ვიდეოში ესე ვერთობი. დღეს ყველა სახის თევზი დავიჭირე, რაც ახლა პოპულარულია სიონში რა. კარჩხანა ხრამული შამაია, სამი ჯიში მყავს მეგობრებო. კიდე გავიმეოროთ. ადგილი არ შემიცვლია, რა თქმა უნდა, ადგილი არ უნდა შეცვალოთ. არც უნდა გააფუჭოს ადგილი, არ უნდა გადაამეტოთ საჭმელი, არ უნდა მიაწოდოთ ბევრი როცა აქტიურია და ასე შემდეგ შემოკარგება. დავიჭირეთ ფსკერიდან კარჩხანა მეგობრებო, ფსკერიდან კარჩხანა დავიჭირეთ. კეთრი მატლის. Шамая. Aquele dias. Șodi haru cu ei? I 100 metrași și vă. Yeah, the feeling's so right. Oh. The tide is turning. დაკვებილი გვაქვს რა, ზედაპირი, შრე და სკერი და რა თქმა უნდა ხრამულს აქტიურობს. სანამ ვიმე დამიწევს, რომ შამაირო თევზაო მოკლესადავე რატო და ასე შემდეგ. მეგობრებო, ინფორმაცია არის არასწორად გავრცელებული რა. დოგმა არ არის, რომ 2 მეტრა სადავე და 3 მეტრა სადავე ქონდეს როცა შამაიზე თევზაო. ეგ პროცესს გამომდინარე უნდა ითევზაოთ. აგრეთ მობრძანეთ YouTube-ზე ჩემარხზე თევზაოს მეთოდებში 500-ზე მეტი ვიდეო მიდევს. და ესე თევზაო მუდმივად. აგერ ახლა ცოტა ასე თუ ისე გააქტიურებულია შამაია. დაკვებილი მაქვს თერეთი ყვებავ. სიღრმე არის მეტრანახევარიც არ იქნება, მაგრამ ვიჭერ შამაიას, ხო, ვიჭერ კარჩხანას, ვიჭერ ხრამულს. ეხლა შამაიაზე მინდა გავერთო, მაგრამ აგერ წერტილი ისეთი გააქტიურებულიც არ არის, მაგრამ ისეთი გააქტიურებულიც არის, ასე ვთქვათ, შემოდის მაინც რა წერტილში ხრამული კარჩხანა. ანუ ყოველთვის ესე ვარდნაზე თევზა არა, ვარდნასაც დიდი ცოდნა სჭირდება და პროცესები და ასე შემდეგ. ვარდნა თავი ერთ-ერთი სტილია, ხო, თევზაობის. მე ვარდნაზე ხრამულსაც ვიჭერ, კარჩხანასაც ვიჭერ, შამაიასაც ვიჭერ. ეს ასე ვთქვათ თავისებური სტილი რა. ვარდნი თევზაო. 2 მეტრში 2 მეტრა რო არის სინამდვილეში მეგობრებო, ჩატყმას გიგვიანებთ. 2 მეტრასადავე. ჩატყმას გიგვიანებთ. აბა მოდით ლოგიკურად ვიმჯეროთ, ხო? და დავაკვირდეთ. 2 მეტრასადავე როცა არის, ჩატყმას გიგვიანებთ.
იქ შევა პასიური იყოს, სწრაფი ჩასვლა მოსწონდეს, ასე შემდეგ. მე რა თქმა უნდა, დიდ როლს საკვებურად თამაშობს, რა გრამაჟს დააყენებ, ხო? მე ხლა ბევრჯერ გამიკეთებია 40 გრამიანი საკვებრო გამიკეთებია 60-იანი სადავე და მიჭერია ტემპში. შეჯიბდეთ და ისედაც. ანუ პროცესს გამომდინარე უნდა ითევზაოთ რა. 2 მეტრა დოგმა არ არის რა. ამის თქმა მინდა. წავით გავაგზავნე. ბიჭები ძიძერ შამაიას ფიდერზე მეგობრებო ჩაუშვებს დაკვებავს ამოიღებს იქვე რა გიაზია იჭერს და იჭერს აბა ნახე გიაზია ხრამულია ხრამული შემოვიდა ხრამულის არაუშ Twilight echoes boom. Sons of war bear hopes flag high. March to fire, never shy. Battle drums pound in our hearts. Charge into fray, leave fear apart. მოკლედ მეგობრებო დავამთავრე ხა ჩვენ მე და ბიზაჩემა. ეხლა მოდი ვნახოთ ბიზაჩემის თევზი და მერე ჩემ თევზს გაჩვენებთ. აბა წავედით. რამდენი დაიჭირა ბიზაჩემა. აბა გიაზია. საღოლ ჩამარილებ აი ნავით იყო ნავით მეგობრებო ესე იგი როგორც გვეუბნება გიორგი ისე უნდა გავაკეთოთ ხო უნდა ჩავანაცვლოთ თვითონ ნემსკავი უნდა შევარჩიოთ შესაბამისად ყველაფერი უნდა ვეცადოთ აი ყველანაირად ყველაფერი უნდა ვცადოთ გავზადოთ მეტრაზე 80 სანტიმეტრზე 50 სანტიმეტრზე მეტრა 20-ზე გააჩნია შევედი სიღრმეებში და როგორც მირჩია ისე გავაკეთე და დავსაჩუქრდი კიდევაც სამაგარია ძალიან მაგარია მომეწონა ყველაფერი დიდებულია მოდი ახლა ვინც მიყურებს და ვინც პირველად შემოვა და ვინც ესეთ კომენტარის დაწერას აპირებს მოდი დაგასწრებთ და გეტყვით რა ჩვენ თევზის გაშვება არ გვეშლება 500-ზე მეტი ვიდეო მიდის მეგობრებო და ნახეთ მე ყოველთვის ვაბრუნებ პატარას ვიცი ჯიშები ვიცი წესები მუხლები და ასე შემდეგ არ მესწავლება მართლა აქეთ მე ჩვენი ვიყო მეგობრები წამოიღებთ მაინც უშვებო ცნობილი ვარ რომ თევზს უშვებ და ეხლა მე შამაია ყოველთვის დოზირებულად უნდა წაიღოთ თევზი რა თქმა უნდა 3 კილო 2 კილო საკმარისია შენც რომ მიირთვა მეზობლებსაც რომ მიცე და რავი რა ჯამალი კიდევაც რა ეხლა მოდი ჩემი თევზი ვახოთ 40 რაღაცა გამოვიდა აჰა წავით აბა მოკლედ მეგობრებო ეხლა ჩემი თევზი ნახოთ აუ ვერ ვიტყვით ეხლა რაღაცა აი გიაზიას დამეწუნება რომ შამაია იყო სულ დოს გასული და რაღაცნაირად ვახერხებდით თევზის ჭერას რა
ხრამული ვიჭირე, კარჩხანა ვიჭირე, შამაია ვიჭირეთ. როგორც გითხარით, თავიდანვე რა მიზანი ქონდა, ის გავაკეთეთ. წინა ვიდეო ქონდა ხრამული კარჩხანა, ხო ვიჭირე. წინაზე ნაფოტას რო ვიძახდი, მარტო ნაფოტას დავიჭირე, ხო ვიჭერდი. ანუ იცი რასო მომტკიცება მით. კონკრეტული თევზის ამორჩევა შეგვიძლია და იმის ჭერა. ეხლა ნახოთ ჩვენ ის ეს არის მეგობრებო, გადაჩენით. შამაია, ხრამული და კაჩხანი. კი ბატონო. ამის დაგემშვიდობებით მეგობრებო. კარგი დღე იყო. მომავალ შეხვედრამდე, ოღონ ჯერ არ დაგვიგეგმავს სად. და მე მიხოით რაც მინდა და იწავიდეთ ბიჭო. ხო და ისი. მოკლედ, მოდი საიდუმლო დავტოვებთ, სადევნო გასვლა სად გვექნება? საიდუმლო დაგიტოვებთ. აუ ნუ შეხვედრამდე მეგობრებო, კარგად ბრძანდებოდით. დახვანდის.